7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ გურჯაანის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა მამა ვაჟა სონღულაშვილმა აღავლინა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ხარების დიდებულ დღესასწაულს. დღეს გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეხარა და შემდეგი სიტყვებით გიხარობდინ მადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენდერთა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება ეს არის კაცობრიობის ხარება, რომ კაცობრიობას მოევლინებოდა ძე ღმერთი, რომელიც გამოიხსნიდა. ეს არის დღე სიხარულისა, დღე ღვთისწყალობისა, დღე უფლის კურთხევისა და დღე, როდესაც უფალმა გარდამოიხედა მოწყალე თვალე თითოეულ ჩვენგანზე და ეს არის დღე სიხარულისა, საოცარი დიდებული დღე არის. ჩვენი წინაპრები ასე ამბობენ ხოლმე, ხარება დღესო, ჩიტი ბუდეს კი არ იკეთებსო, იმდენად მნიშვნელოვანი და ისე დიდად აღნიშნავდნენ დღევანდელ დღეს და ყველას გილოცავთ და სრულიად საქართველოს ულოცავთ დღევანდელ დღეს და ხარების მადლმა ინებოს, რომ სიხარულის უფევდეს საქართველოში, მთელ მსოფლიოში და ჩვენც გავხდეთ, რაც დღეს მთელ მსოფლიოს და საქართველოს გვაკლია ერთმანეთის მახარებელი. ანგელოზები გავხდეთ ერთმანეთის ცხოვრებაში და მიზეზი სიხარულისა და მიზეზი ადამიანის თვალში უდიდესი სიხარულის და სიყვარულის გამოსაწვევი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა წყალობა და მადლი მოგცეთ. საუფლო დღესასწაულებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის ხარების დღესასწაული. დღე, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. საოცარი სულისკვეთება იგრძნობა დღეს ჩვენ სამრევლოში. მით უმეტეს იმის გამო, რომ გრიგოლ ხანძთელის ხატის მოგზაურობა დღეს. ულოცავ ჩვენს უწმინდეს, ჩვენს ეპარქიის მამებს, მეუფეს და როგორც უწმინდესი ამბობს, ერთმანეთის ნახარობლები ვიყოთ. და აი ამ დღის მადლით ღმერთმა გააზიაროს და გაამთრენოს ქართველები და საქართველო. ამინ. დღევანდელი დღესასწაული მინდა მიულოცო მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს. დღეს 7 აპრილია ხარების წყინვალე დღესასწაული. მინდა რომ ყველა ქართველის გულში, ყველა მართლმადიდებელი ქართველის გულში ყოფილიყოს ის სიხარული და სიხარულის დღეს ჩვენგან ვიცადეთ. და მინდა რომ ღმერთმა მოგცეს მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. მოგილოცავთ სრულიად საქრისტიანოს მართლმადებლურ სამყაროს დღევანდელ დღეს. მოგეხსენებათ, დღეს არის ხარების წყინვალე დღესასწაული. დღე, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ კაცობრიობას მოევლინებოდა მხსნელი მესია იესო ქრისტე. ეს დღევანდელ დღეში რო გადმოვიტანოთ ეს დღესასწაული, საოცრება არის ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ რაც გვაკლია დღესდღეობით კაცობრიობას, ეს არის სიხარული. და ვინ არის სიხარულის წყარო, თუ არა იესო ქრისტე, თუ არა ღვთისმშობელი და რა ვიცი, ვეცადოთ რომ ამ მარხვაში შევძლოთ ჩვენებებზე უარის თქმა, ჩვენებებზე გამარჯვება და აღდგომა სიხარულისა მივეგებოთ აღდგომა სიხარულისას და ღვთისმშობლის მეოხებით გვფარავდეს უფალი იესო ქრისტე.